იღებს თუ არა ბარიერ გადალახული ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური ლელოს განცხადების შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც ამ თემაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ. ლელოს შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. გახარია საქართველოსთვის კი არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს დღეს სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მინდა დავიწყო იმითი, რომ გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის წინააღმდეგობის პლატფორმის ერთობლივი და ყველასგან შეთანხმებული პოზიცია. მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით. როთაშობით ჩვენი კოლეგების ამ პოზიციას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ჩვენთან ჩემს თანატოლებს ეს სასამართლო ასამართლებს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ციხეებში გამოკეტილი და მათი გამოსვლის პერსპექტივა რა თქმა უნდა არ იკვეთება თვითმმართველობის არჩევნებზე. მათ შორის, როდესაც გვაქვს სანქცირებული, ცესკო სანქცირებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ პირობებში იმ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, რომელსაც ატარებს ირაკლი კობახიძე, რომელსაც ატარებს გიორგი კალანდარიშვილი და სანქცირებული ცესკო არის ჩვენთვის ფარში მონაწილეობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ლელო არ აყვება ემოციებს და მიიღებს გონივრულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ზოგადად ამ პროცესებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, დღესდღეობით ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები სხვადასხვა პარტიებში ქმნიან აი მისტერიას და მოცემულობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ქართულ ოცნებას, საბოლოოდ რეჟიმს ეხმარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არასოდეს ყოფილვართ ამის ნაწილი. საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს ცხადია საუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით. პოზიცია უნდა იყოს შეჯერებული როგორც პარტიის შიგნით, ასევე კოალიციურ პარტნიორებთან. თუ მეკითხებით ლეგიტიმაციას, ზენს თუ არა ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნები, პირდაპირ გეტყვით, რომ არა, რადგანაც ორი მთავარი საკითხი, რაც გახლავთ პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა გულისხმობთ საპარლამენტო არჩევნებს, დღის წესრიგიდან არ იხსნება. არჩევნები მოახლოებული არის, აგერ კარს არის მომდგარი, ნაწილს აქვს განცხადებული, რომ ფაქტია უარი არ უთქვამთ არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო დანარჩენები ერთმანეთისგან თითებს იშვერენ და პოულობენ გამოსავალს, ყოველ შემთხვევაში ცდილობას არ აკლებენ, რომ მოძებნონ რაღაც ის ფორმატი, რომ აი ამ ყველაფერში ამ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგიდან გვერდ მიჯნაზე არ დარჩნენ, რადგანაც ცხადზე ცხადია ხარო თუ კი რაიმე ელემენტარული სურვილი გაგაჩნია დარჩე პოლიტიკურ ზედაპირზე, ბუნებრივია რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო.